სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ბიბლია ყოველ დღე. როგორც დაგპირდით, მე შემოვიდა კითხვები WhatsApp-ზე, YouTube-ზე, კომენტარებში და ესე თქვა დავაგროვე 15 ბლიც კითხვა პასუხი. პირველი. ვინ არის იესო ქრისტე? ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი. მესია ჩვენი ხსნელი. შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე? არა. ცხონება მხოლოდ ეკლესიაშია. რატომ არის ნათლობა აუცილებელი? ნათლობით ვიწმინდებით ცოდვებისგან და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ქრისტეში. შემდეგი, რატომ არ კმარა მხოლოდ რწმენა? რწმენა უნდა იყოს საქმებთან ერთად და ჩვენ ვიცით წმინდა წერილში წერია, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. შემდეგი კითხვა, რა არის ყველაზე დიდი ცოდვა? სიამაყე მეგობრებო, ამპარტავნება ყველა ბოროტების საწყისია. შემდეგი, რატომ გვიბრძანებს ეკლესია მარხვას? მარხვა ასუფთავებს სულს და გვეხმარება ვნებების დაძლევაში. რატომ არის ლოცვა სუნთქვა სულისთვის? ლოცვის გარეშე სული სუსტდება. ისევე როგორც მარხვის გარეშე. რას ებრძვის ეშმაკი ყველაზე მეტად? თავდაბლობას, მეგობრებო, და ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი მაგალითი მოგცა ჩვენ ქრისტემ თავდაბლობის, სიყვარულის და თავგანწირვის. შემდეგი კითხვა, რატომ არის აღსარება აუცილებელი? ცოდვები აღსარებით იშლება. მეგობრებო, აქვე გავიმეორებ, რომ ეს არის ბლიცი, ანუ ძალიან სწრაფი მოკლე პასუხები, მაგრამ შეგვიძლია ვრცლადაც ვისაუბროთ და რამოდენიმე აქედან მე ამ თემაზე არის არღზე და ვისაც გავცურვლი, შევძანდი და უყურეთ. რას ნიშნავს სინანული? სინანული, ნახეთ, მეგობრებო, არის გულის შეცვლა და ადამიანის შეცვლა, როდესაც ადამიანი იცვლება და ცოდვისგან მოქცევა. რატომ არის ეკლესია ქრისტეს სხეული? იმიტომ რომ ქრისტე არის მისი თავი. რას ამბობს ეკლესია ჯოჯოხეთზე? ჯოჯოხეთი ეს არის ადგილი, სადაც ღმერთის უარყოფის შედეგია. რატომ არის სიყვარული უმაღლესი სათნოება? რადგან ღმერთი სიყვარულია. შეიძლება ლოცვა ეკლესიის გარეშე? შეიძლება, მაგრამ არასრული იქნება. და ბოლო კითხვა, რა გვაცხონებს ბოლოს? რა თქმა უნდა, მეგობრებო, რწმენა, სიყვარული და სინანული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ღვთის მადლი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, მოგცეთ მეტი სიყვარული, მეტი თავდაბლობა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. გაიხარეთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.